გლამურული მოდელი, რომელმაც უკვე მოასწრო ტორონტოს გაოცება თავისი გამოსვლებით, იმედოვნებს, რომ ის 2014 წლის მის მსოფლიოს ტიტულს მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ექსტრავაგანტული მოდელი მამაკაცად დაიბადა. ამელია მალტაპე დაიბადა მკაცრი ტრადიციების მატარებელ მუსულმანურ ოჯახში, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში. ის გარკვეულ ასაკამდე იზრდებოდა როგორც უბრალო მუსულმანი პატარა ბიჭუნა. სკოლაში დადიოდა, ასევე იცავდა მუსულმანურ ტრადიციებს და მუსულმანურ დღესასწაულებს ლოცვაში ატარებდა მშობლებთან ერთად. თუმცა, როცა 21 წელი შეუსრულდა, მან დაიწყო თავისი ცხოვრების შეცვლა. მან 80,000 ფუნტი სტერლინგი დახარჯა ხელოვნური მკერდის ჩასასმელად. შემდეგ დაიწყო ქალური ტანისამოსის ტარება. დღეს კი 23 წლის გოგონა არის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ტორონტოში. ის ცხოვრობს თავის შეყვარებულ მამაკაცთან ერთად, რომელიც ამავდროულად მისი ფიზიკური მომზადების მწვრთნელია. ამელიამ იგივე ადეში მესმისი ნამდვილი მამაკაცობის სახელია, თქვა, რომ ის 2014 არის მისი მთავარი მიზანი, რისთვისაც ძალებს არ დაზოგავს. 2011 წელს მას შემდეგ, რაც ამელიამ ტორონტოს უნივერსიტეტში ჩააბარა, ის მიხვდა, რომ მას შეეძლო ამ ქალაქის ტრანსფორმირება. ამ ეგრეთ წოდებული ქალბატონის ბიოლოგიურად კი მამაკაცის ტრანსფორმაციისთვის დიდი თანხები იყო საჭირო. მას შემდეგ, რაც მან რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა და ქალის კორპუსი მიიღო, მას სამოდელო სააგენტოები მოაწყდნენ და ფოტოსესიაში მიღებული ჰონორარით სხეულის შეცვლის თანხებიც მოიპოვა. გასულ წელს ამ ეგრეთ წოდებული ქალბატონის პიკანტურმა სურათებმა მთელი კანადა მოიცვა, რის გამოც ბევრი მითქმა-მოთქმა და დაპირისპირება მოხდა. დღეისათვის ამელიას არ გაუკეთებია სასქესო ორგანოს ტრანსპლანტაცია. ამ ამბავმა მთელი მსოფლიო მოიცვა. ამ მამაკაცის ტრანსფორმაციას გამოეხმაურა ასევე კანადის კათოლიკური, პროტესტანტული, ანგლიკური, ბაპტისტური და ისლამური ეკლესიები. მათ ერთხმად დაგმეს მამაკაცის ამგვარი საქციელი და ეს ბუნებაში უხეშ ჩარევად ჩათვალეს. უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად გლამურულ მოდელს ბევრი თაყვანისმცემელი და მისი საქციელის მომხრე გამოუჩნდა. მისი ფოტოები დღეისათვის კანადაში ყველაზე პოპულარულია და ის ყველაზე მაღალ ანაზღაურებად მოდელად ითვლება მთელს ქვეყანაში.